გამარჯობა, მოგესალმებით, ორშაბათია, არ არის? 4 შაბათიც არ არის? არა, ვიდრე არ ვიცი რას ვიწყებთ. 3 შაბათია, როცა ვიწერთ ამ გადაცემას და 5 შაბათს დაიდება 398 ეპიზოდი. ეპიზოდები დავარქვათ? ეპიზოდი. 400-მდე ეპიზოდი ქვია. მერე? მერე მიდის ისა. გამოშვება. გამოშვება 400. ვიპოსკი. 15-16-17 მაისი კაცები ლაივია, ეს ისე შეხარბების ფორმატში ვარ, ბილეთები გაყიდულია და ნიკო რახორს პროდუქტების მიერ გამოგზავნილ ხოთდოგებს უკვე ყავთ ვირტუალური პატრონები და შემჭმელები. ნუ როგორ ახართ? კარგად, დიდი მადლობა. რა ისტორია უნდა მოგეყოლა დღეს რომ არ მომიყევი და იქ მოვყვებიო რომ დავიწყო. ბიჭო, არაფერი, ჩემი ძმის ახალი ამბავი გამახსენდა, რომელიც მოყოლილი არ მაქვს და არ ვიცი შეიძლება თუ არა მოყოლა, მაგრამ მოყვები. არაფერს მთქმელი შესავალი. შეიძლება თუ არა ჩვენგან თუ შენი ძმისგან უფლება. თუ მორალი გაძლევს თუ არა. სისხლის სამართლის კოდექსი. ესეთ მაშინ ახალია, ხანდაზმულობა. არა, ხანდაზმულობა ალბათ გასულია. მაშინ ბიჭო, საბაჟოზე რომ მუშაობდა, იქ საზღვარი ხო ეს შემოღობილი არ არის. ჩვეულებრივ გადახვალ გადმოხვალ რა და ვიღაცა ტიპი დადიოდა და გადაქონდა სიგარეტი. რომელ ქვეყანაში? მე მგონი სასომხეთში. სომხეთში. გადაქონდა თუ გადმოქონდა უაქციო სიგარეტი. და ჩემი ძმა ერთხელ დაინახა რომ გადავიდა, უოზიკით მოდიოდა და მე აი ძალიან ცუდ გზებზე მიდიოდა, სპეციალურად იყიდა ნივა. მე რო გავეკიდებიო და ერთხელაც გამოჩნდა ისევ გაეკიდა ამნივით ეს ტიპი რაღაცა გზები იცოდა, რაღაც ხრამში ჩავიდა, მდინარეში გაიარა, გავიდა ჩემი ძმა ჩავარდა. დილარეში. წლებს გამოათრია ეს. მეორჯერ კიდე დაელოდა, ღამე მოდიოდა, დაინახა ფარები, გაედევდა, კიდე ჩავარდა იქ და გამწარდა. წავიდა, მოიყვანა ექსკალატორი. გააკეთე დინარეში. იქ დინარეში ამოაწყრევია. ჯერა მუხავში. მე მეგონას კიდეს გააკეთე. არა, დიდი ორმო. ის რა ჩავარდნილი, ხო? და გააშლევია ეს ხრეში და სახელმწიფოს ფული, ხო? არა, კაცო, გადაუხადა ფული, ისე ვინ წამოვა სამუშაოდ შეიკარი. და ძუძუები უჩასწრა. თვალი გამირბის. ელოდება და რაღაც უკვე თენდება ისეთ პერიოდზე გამოჩნდა ეს და უაზიკი და ამანაც ამოქოქა და იმან ჩემის როგორ წובה. გავარდა შევარდა მდინარეში და ტოპ ჩაი. თლიანად ჩაიძირა. ტრაქტორის ნამეტანი მოუვიდა. თლიანად ჩაიძირა მთელი ამ იმითი რა ქვია. კონტრაბანდი. უაქციზო სიგარეტი. და დაწყდით ბიჭების სიცილით. მე რა მოხდა? გადაასრო იქით გზაზე და ისე უბნება. ბიჭო 20 ლარის გოლისთვის. ამ ხელა რამე რამა მოგატხრევია. 20 ლარის გოლისთვის. ესე გამათება ამ ნაპირიდან. 20 ლამის კარტამის გოლისთვის მოხდა ეს. მე კრანით ამოიღეს თუ რა ქნეს არ ვიცი, მაგრამ სასაცილო ამბავია. არ ვიცი, ან შეიძლება ამის კი. არა, მე არ მომისმენი. ბიჭო, მე თვითონაც არ ვიცოდი ამას ვინად გაახსენდა. არა, მოყოლის. აი, კომენტარებში მოიწერეთ, თუ აქ მოყოლი რომელ გადაცემაში და რატომ. წვიდი და ჯიანჯველას რაღაცა ადამიანურებული ვერსია. ადამიანები თუ კორუფციული. ანუ ის პარტია სიგარეტის ჩავარდა და არა, ამოიღეს კრანით, მაგრამ დასვლა პარკშია, ხო, არ ვიცი რა. არ ვიცი. ნუ და მერე შემდეგ დღეს, შემდეგ კვირას, მას შემდეგ ხო, აი მაინტერესებს. სხვა ადგილი ნახა და იქიდან დადიოდა. ის? ხო. და მაინც ვერ ეშვებოდა ის არიხდი და იმოცვა. არა. და შენ ეხა აღარ იხდიდა, იმიტომ რომ იმ სიგარეტის ფული ხო უნდა ამოეყო.
და ჩემი ძმაც შეეშვა. ის რა ჯიგარი იყო, ჯერ უაქციზოს ხო ყიდა და იმასაც არ იხდიდა 20 ლარს, რომ უაქციზოს. არ ვიცი ხო 20 ლარი პირობით ვამბობ, არ ვიცი ამდენს თხოვდნენ ეს ისინი. 20 ლარი არ იყო. სისხლის მსმელები. ხო. აი ესეთი ამბავი მინდოდა მომეყოლა. და დაისვენ ახლა რომ დაიცალე. ამოვიხე. კარგი ამბავია დათოს ასეც. იმედი აქამდე არ ქონდა მოყოლი. უკვე იმას აქში ვარ და მაგას ვერ აღვი. 93-ში თუ მოყვაკინე, მაგარი გამახსენდა და ბიჭო ვიღაცა ახალგაზრდა უნდა ავიყვანოთ, თორე ცუდად არის ჩვენი საქმე. არ არის გამოიწვია ორი გადაცემის წინა აქ მოყოლი. ხო, თავარია რომ შემდეგ გადაცემაში არ მოყვეს. დაცაცხიშივე რომ მაგარი ამბავი გამახსენდა, მან უკვე ცუდად იქნება საქმე. შენ თვალი რა შვება. ჩემი თვალი მოფერიან. მოფერიან და ფერი დაგიბრუნდა? ცისფერი თვალები გამოხდა. არა ეს ხო ხონდა ეჭირო. გახუნებული ხო კონდა? გახუნებული იყო. ხელოვნურ ცრემს იმ დღეს დამავიწყდა კიდე კაი ის არ გითხარით კამბავი ატყდებული. ო არა კაი ჯიგარი. ცრემლის გარდა შემომთავაზეს ერთი პროცედურა კი. რომელიც ხა მე არა ვარ დიდი ჯიგიტი ქართველი, მაგრამ აი მეც კი არ დავთანხმ. რა? თუთოების მასაჟი. გჭირდება. სად იყავი იმაში ტაილანდური მასაჟები რო? თუთოების ტაილანდური რითი მასაჟები. კუთუთოებს. არა, სათვალე არა სპეციალური. დარწმუნებული ხარ რომ ოფთალმოლოგთან იყავ? დადიხარ. თუთოების მასაჟი საბავშვო შემოგთავაზა. და ეს საცდელი მაინც არ ნახე რა არის ამის. ტესტერი. დემო არ ნახე. რაღაცა სათვალეა სპეციალური, ალბათ ძალიან მჭიდრო და გაწვევ. თუ ვიბრირებს და რას შველის ეგ? აქ არის შეშუპებული გაქვთ თუთო და ცრემლი არ გამოდის. და შეგიგროვდება ეს წემლი. გაჭედილი. ბიჭო ის ვანტუზი როცა და თუ გაიტანა ან მანქანის ლუკი რო ეჭედება, იქიდან რო უშვებენ ხოლმე რა, გაატანინონი. მააკეკ. ესეთი რაღაცა და ჩოთქივით რაღაცეები. ჯარისკაცის დედასავით ცრემლი მაგ გამშრალი. ო შეგიგროვდება. რა მხატვრული შედარება იყო ბიჭო. ეს ჩამისი ეს არა ეპითეტები კი არა, რა ქვია მაგას? მხატვრული შედარებები. პატრიოტულები. ჯარისკაცის დედა. ჯანელა ჯარისკაცის დედა. აი ესეთი შედარება პირველად გავიგე. დავიწყო ახალი ამბები თუ გაქვთ კიდე საბალამუტო. არა, ყველაფერი თურქული მიაგდო და არა რა მივაგდე. დავხურე 20 გაკვეთი რაც გქონდა ის. გაკვეთილების დახურვა. გქონდა რა გეგმა? ხო 20 გაკვეთილი უკვე რაღაც სტანდარტია. რამდენი სიტყვა გაქვს მარაკში მითხარი, მაგით ითვლება ხოლმე. ეგრე არა იზომება იქ გაკვეთილების რაოდენობით იზომება. და შენ არ იცი დაახლოებით რამდენი სიტყვა იცი? აი კარგი დაახლოებით საით არის ვაგზალი? მაინტერესებს რა დონეზე იქცეს. სად არის რკინიგზის ვაგზალი? სადგური. სადგური. თურქულად შეგიძლია? სად ვიცი? ბატარებელი კიდე ჩუქ. მარტო სად რო თქვა, გიჟი ეგონები რო. სად თუ არ უთხარი ვიყავი. ვაგზალი მე მგონი სტაციონარი რა, როგორც ის ევროპულიდან მისული. პური და შაქარი მომეცით გეთაყვა. პური ვიცი, მეკوي შაქარი არის შეკერ. მომეცი არ ვიცი. რაღაცნაირად მოვიდა. ხო, პულს რომ იცენ მე მგონი 1-20 გაკვეთილი კიდე უნდა რა. ისე დონეზე იცით რომ ხელების გარეშე. ხელები რომ დაუბარი. ვერაფერს ვერ მუნჭია. ხელების გარეშე ისედაც მე მგონია რომ აი პირველი აუცილებლობა რაც არის, ტუალეტი სად არის, ეს მაინც უნდა იცოდე რა. ტუალეტ. სად ხო იცის როგორ არის? და რაღაცას უკვე სახე გააკეთე. ტუალეტ რომ გასაგებია რა. გასაგებია რა გინდა. სად მე მგონი ზეთ. სად მოხსნათ. ჯობია სახეზე მიმუშავა. ენის სწავლა სწორია მიმიკა რო დაამუშავა. ხო, შეიძლება ის ვაგზალიც უთხრა. აი, მადლობას აღარ გინდა მე მაგ შემთხვევაში. ის. არა, აი ახში. არა, უკვე მადლობა გაიხარეთ. მადლობა არის teşekkür. Teşekkür. კი ბატონო. teşekkür ერდი რაღაცეთ ის დიდიო. ისი მადლობა.
გულით ადიმადლო რაღაცები გეთაყვარებო რა სხვათა შორის არის მადლობა ამან სიტყვები კი არის რომლები არის და რომლები არა ეგენი რომელი ადგილზეა გამახსენდება გეტყვია რაღაცა ესე თურქული სიტყვა რაღაცნა გეთახვა თურქულში თურქული სიტყვა ეს არის უცნაური ხო ეგ აქვს თურქულ სხვათა შორის ხო ძალიან უცნაური სხვა ენებისგან მაგითი განსხვავდება ახალ ამბებზე გადავიდეთ მოდი კატეგორია აჭარა იაპონიის ურთიერთობები ესეთი კატეგორია გვაქვს იაპონელი ტურისტს რომელმაც 45 ქვეყანა ველოსიპედით შემოიარა ქობულეთში ველოსიპედი მოპარეს. შეიძლება გაიქცა ეს ველოსიპედი. არა, დააყენა, სადღაც დაიძინა როგორც ჩანს, დილით არა ავდექიო ველოსიპედი აღარ იყო და რაიზი ეძახდა იმას რა ქვია ველოსიპედს. 200 ეძახდა, ანუ ველოსიპედი რო დაიკარგა, გამოვიდა და იძახდა რაიზი. 2023 წლიდან მოგზაურობს 2023-დან თუ 23-ის რო იყო. არა 2023-დან მოგზაურობს და 45 ქვეყანა ისე მოიარა რომ ეს ველოსიპედი შეიძლება გაუთავდა. გაწდა. ისე ეწერა რომ 45 ქვეყანაზეა გაწდა. არა მე რაღაც ინიციატივაც იყო რომ სოციალურ აზიარებდნენ და მე ინიციატივა იყო რომ პული შეუგროვოთო რომ ველოსიპედი უყიდოთ ამათ. რაღაც სპეციალური ყავს ალბათ იმიტომ რომ ამ მანძილებზე ქობულეთში იყიდება სპეციალური სამტრედიაში. ველოსიპედების ის ცოტა იქით რომ მოეპარა თურქეთში. თურქულად ვიცი ველოსიპედი. როგორ არის ველოსიპედი? ბისიკლეტა. ეგ არ არის თურქული სიტყვა სხვათა შორის. შენ რო იცი არის ხერს რა. ხო. და რა ვქენით? ერმა ჩამოვიყოცეთ სირცხვილი? არა ჯერ მაგ პროცესში ვარ. გუშინ ვიღაცა უფლებადამცველის ვიდეო ამომიხდა, ამას მიმართავდა, ვინც მოიპარა. ძარცველს. გაქს როკავენო შენო ჩემო ძმაო და მოდიო დამიკავშირდიო და დაგაბრუნებინებო ისევ რომ არ გაქს როკ. აი ამ ტერმინოლოგიით ვაპარაკ. ეს თავის ენაზე ელაპარაკებოდა. იმისთვის გასაგებია. რამდენია ველოსიპედის მოპარვა? ველოსიპედს გააჩინა. მან ველოსიპედის ფასიდან გამომდინარე. პრიმა მუხლში თუ ეს ველოსიპედი არის ხელოვნების ნიმუში სტრადივარიუსის გაკეთებული. ხო, მაგათი სტრადივარიუსის. დავინჩის ნახაზების მიხედვით არის შექმნილი. ძვირფასი ლითონების სანდალოზის ხისგან. მორტულია ოქრო ვერცხლით და ბრილიანტის წყლების სვაროვსკის რა გორმლებზე. მაშინ არ იქნება პატარა სასჯელი და მაშინ ვერ ციპოვიან ჩემს თუ დესნად ვაყავდა. თუ დესნად რაიზი ყავდა. არა, რაის და რა ის თვითონ ეძახდა. ანუ შენ რო ყავდა ველოსიპედი და მამ უკარო და არქვა. აი რაღაც ეგეთია. არა მე რო წავედი. მოდელს კი არა იზი? მოდელი. და არქვა. მიდი და გაარქვა. რა იცი ჩვენ 4-დან არც ერთზე ერთადერთი და განუმეორებელი ველოსიპედი სახელად რაიზი და არ ვიცი თვითონ დაარქვა ეს ერთადერთი განუმეორებელს. რაის. ხო, არ ვიცი. თუ ერთადერთი და განუმეორებელია თვითონ დაარქვა ესე იგი, იმიტომ მაშინ განუმეორებელი ვეღარ იქნება თუ სერიული წარმოება. რაიზებიც იქნება. არ ვიცი. ჩვენ რო უყიდოთ. ჩვენ რო უყიდოთ კაცებმა. გაკ? არ წავა, არა, ნაცადი. ფულზე მე ვიჩარჩებ წალკე. სხვა ქვეყნებში არის ტყვის რო აი კაცებმა იყიდეთ აბა კაცები, აი თუ ჩვენ კი არ ვიყიდოთ, კაცები ლაივზე დავპატიჟოთ. მაინც არ ტყვილა ზისი. ერთი ჩამოვა ქობულეთში. იაპონელია და რა უნდა კაცები ლაივზე? ქობულეთში რა უნდა? ჰოთ-დოგის გულისთვის, კი, ჰოთ-დოგის გული. მე რას ვფიქრობ, იცი ახლა ეს ველოსიპედი უყიდოთ, მაინც მგონია რომ რიჟა ბაზარია. ხო, რა თქმა უნდა. ვინმე რომ შემოისვას და თურქეთამდე გადავიყო. მოიყვანა. ესეთი რომ ავაგოროთ რომ გადაიყვან იქ ვიღაც თურქმა შემოისვას იმამ ტრაბზონამდე ჩაიყვანოს სხვა თურქს გადასცეს და ესე უკან შემომსარი შემოვატაროთ კიდე 45 ქვეყანა. შემოვატაროთ, თორე შენ ნიკოს პოპულაციიდან სარფამ. შემოვატაროთ მეცხო რაღაც მამაცი. ამას უნდა რომ ამის სახელი იქ იყოს. არც არ შემდეგი ნიუსი. კატეგორია გრიფით საიდუმლო. 8 მაისს პენტაგონმა აქამდე უცნობი იმ დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო, რომელიც კავშირშია ამოუცნობ საჰაერო ფენომენებთან. ესე ქვია ახლა ახალი სახელი
ამოუცნობი საფრენი ფრინავი ობიექტები ერქვა UFO ადრე და ეხლა ესე გადაარქვეს ფენომენი. და დაიწყეს გამოდება რისი? აი, არ ნახე რაღაც ვიდეოების, ფოტოების და გაასაჯაროეს ადრე ესეთ UFO-ებზე რაც იყო გასაგრიფი საიდუმლო და ეხლა გაასაჯაროეს და გადაღებულია რომ რაღაც ამერიკელი პილოტი მიფრინავს და რაღაც ხედავს, მე აეკიდება ის რაღაცა იცვლის მიმართულებას. ისეთ დიდი არაფერი მე რაც ვნახე. ადრე ხალხი არ გადაირიოსო და ამავე იყო და ეხლა ტრამპი ისეთებს ლაპარაკობს. ინავიტებში დეტაცვარ. ხო და ის აღმოჩნდა საქართველოს. ხო, ეხლა ხო, ამ ფაილებში იყო ერთ-ერთი კოდორის ხო, რომელი წელი იყო? რა უნდა გაიხსნას რომ საქართველოს არ ამოტივტივდებს. ეფშტეინი იყო ამოტივტივდით. აგეროს არის. ხო, მაგრამ ჩვენ ვართ როგორც უცხო პლანეტები. არა, იქ რადარზე რადგან არ იყო დაფიქსირებული და სამხედრო თვითმფრინავა გადმოკვეთა, ამიტომ მოხდა ეგ ამბავი. რუსებმა დასცინეს რა, საქართველოს რო თქვა რომ ის გადმოფრინდა რუსული აპარატი. მე მოდა ბომბით დაბომბა, ხო, გადმოფრინდათ კოდორის ხეობაში. ხო, ერვა მტკიცებულებები არ ქონდა და რუსებმა თქვა ჩვენ არ ვიყავით. აბა ვინ იყო სხვა იქიდან ვინ შემოფრინდებოდა უცხო პლანეტელები იქნებოდა. ეგ ის გამოაგდეს დოკუმენტი. ანუ ეგ ჯოუკი გამოაგდა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია. ჩვენ არა უცხო პლანეტელები დაგბომბა. ყველაფერზე წამსვლელები არიან. შემდეგი არის ამერიკამ კაი გაგვისწრო და ამათმაც კასპი წერტილი კზმა ყაზახეთი არის ამ შემთხვევაში 2025 წლის დეკემბერში ალმა-ათაში სტარტაპ რეჟიმში დაიწყეს უნიკალური ბიომეტრიული გადახდის სერვისი, ხელის ანაბეჭდის მიხედვით შეიძლება ნებისმიერ ბევრ ობიექტებში გადაიხადო. როგორც ჩანს ეს ანაბეჭდებს არეგისტრირებ ბაზაში, მე რომ იქოსოში ხარ და იმის შენი ანგარიშიდან იხდი რა, ანუ ალბათ ეს სისტემა. ხო, ბარათი აღარ გინდა არც. ხო, თითს ეგ აქვს მიმული ბარათი. თითი არ არის ამით. არა, თითზე უნდა მივა, მაგარია, მოიცა ამაზე რამდენი მაქვს? კასპი ალაკანი. რითი ხდით საქართველოს ტიბისით არა, ხო ეს. ხო, ეს იმისია რა, კომპანიის მფლობელია და ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძე. და ეს რა უნდა იყოს? ისი სხვა თითები. ისა დაგროვების ბარათი დიახ. ამაზე აგროვებ რა. მაგარია. 2026 წლის თებერვლის ბოლოსთვის სამ თვეში უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს ამას რა. ანუ ძალიან გავარდა. ეს ყაზახეთში? ხო. ეხლა გადავა სხვაგანაც ალბათ რა. ყაზახეთში ძალიან გავრცელებულია მაგის სერვისი, რომ მე მგონი 9-ზე მეტი მაცხოვრებლების ხმარობენ. რას? ამის სერვისებს რაღაცა ფინტეკ ისა კომპანია. ხო, მაგრამ ეს იმდენად კაი რაღაცაა, რომ სხვა ქვეყნებიც აიღებენ. ჩვენთანაც მალე მოვა. ჩვენთან შეიძლება ისე შმაკისეული და რაღაცები დაიწყო. არა, ეგ თავისთავად კაცო. მე მაინტერესებს ასე სკროლვა როდის დაიწყება ხელის გულს. არა, მაგარი რა იქნება, იცი? ხელის გულით გადაიხდი და ახოვდო ეკრანზე გიწეს, რომ გზა გიჩანს. კაზიონი დომში. ხო. შენი ბედის ხაზი და რაღაცა ცუდად იკვეთება. ქირომანტ კზ. ხო. პასუხისმგებელი. მაგარია. ესე ხო შეიძლება რომ ეგეთი ისა გააკეთო და კი, ფული მოპარო. ხო, ფული მოპარო. ვა, როგორ ახარ? არა, ეს ხელზე მაქვს აწევები. ოპა, ჩამოგეჭრა. კი, მესიჯი მოგდის ჩამოგეჭრა. ვა, ხელთათმანში. შემთხვევით გადახდაც ხო შეიძლება. კი. აი რო არ გინდა რა, ფეხი აგისტრიალ და უცებ ხელი მოვა. შეიძლება 300 ლარი წავიდა. დამკიცე ხარ რომ ისი ტრალები რო არის, ხო ესე რომ მიდი. ხო. კიდეზე და ხოლმე. მე ხო მე იქნებიან ისინი რა თაღლითები რომლებიც სადღაც მოაჯირებზე მიაკრავენ რა მოყინული მასე ხელი გინდა არ გინდა უნდა მოკიდო რა და ისე რომ ვიღაცამ აი ცუდი რა ნახე ვიღაცამ რომ აიღოს შენი ანაბეჭდი ხო და იხდის რეკავ ბანგშტეუნები გამიუქმეთ მე ესა ხერხი მე ჩამოჭიდო გამიუქმეთ რას ნიშნავს
ნუ გამიუქმეთ და ფეხზე გადამიტანეთ. ალბათ კოდი იქნება მანდაც. აი ხა კოდი თუ შევიყო. ბარათი ცხეგრე ბარათსადებ და მე კოწკრიფო რა. ოდი რაღაც თანხის ნიკაპთან. და მე ნიკაპსადებ. დუ ან პირდაპირ თვალის წინ აქ რაღაცნაირად კოდი ეწერება რომ უგაჯედა. ხარ ვიცი რა. ნახოთ აბა. მოწესრიგებული სისტემა არ მგონია ჯერ იყოს ეს. არის ფაქტია რომ ქვეყანაში მართლად. რამდენჯერმე ყოფილა ესე გვიცინია რაღაცაზე და კი, კაცო. მიხო შენ თვითონ გადაიხდი. კატეგორია მღერიან და ხუმრობენ პრეზიდენტები. ვიდეო ერევანში სტუმრად მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი აზნაურის სიმღერას მღეროდა და დრამზე მას აძლევდა რითმს აძლევდა მაშინია და ეს კაცი ვინც გვერდზე უკრავს არ ვიცი იქაური აი ბიჭო აი ამ კაცი შენ ძმას გავს მაშინიანი ცოტა ხანი ამას მე იმას ხო გავდა ამას უფრო გავს ჩემს მას არ გავს დიდად ვა კარგად ღერეს ნახე ემანუელი ეს ისა თან საზიარო სიმღერა სომხურ ფრანგულ ხო ზოგადად ეგ პიროვნებაც საზიარო ყავთ ეგ და ის იური ჯორკაევი ალენ ბოგოსიანი ხო ის ახლა მივიწყე ეს მაგარი იყო 1000-ზე მეტი სიმღერა მარტო თვითონ და თან ახალციხელია ხო იცი მამამის მე მამა შენი საიდაც აბა მე ნიგოზეთი მაგ ხუჭერ ნანახი და გავიწახე ნიგოზეთი ეს შენ ხარ ეგრე ხსვები ეგრე არაკეთები როგორ სადაც თვითონ დაიბადნენ ეს და აზნაური მარტო რა მე აზნაური წარა არ ამბობდა რომ ქართველი მამა ჩემ მეუბნებოდა ქართველები ვართ ესე აქ ნათქვა ქართველები ვარა საქართველოდან ვართ ჩამოსულ ნამყოფია ახალციხეში გაგიჟდა რო ნახა გაგიჟდა გეუბნები წასვლა არ უნდათ ვიზა გაუთავდა ბილეთი ქონდა დაყიდი ხوار გააკუჭა უთავდებოდა ავალო და ისევ ჩამოვოდა ვეღარ მე ავად გახდა და ვეღარ ჩამო ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები ტრადიციულად სტუმრის ნაწილია ჩვენ გადაცემაში და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ბიძინა ბარადაშვილი გამარჯობა როგორ ხართ შენივრად რამდენად შესაძლებელია. ნუ. ცოტა საცობების გამო იყო სერიოზული. ხო, არა, რაღაცა ძალიან დიდხანს მოვდიოდი და მთავარი რომ მოვახციე. კარგია, ხო. ყველაფერი კარგი არის, კარგად დავ. ჩვენთან ისეთ ადგილას ვართ, რომ აქ საცობის და მანქანების გაჭედვის ის არის. ისე გაჩერება შეიძლება. მთავარი მოხვიდე აქ ამდე, თორე გაჩერება შეიძლება გაჩერება. მოხარის მოსში. ხო, მოსში ესე ცოტა ხნით შეიძლება, მაგრამ თელი აქ რომ მუშაობ ეგეც მოკლედ მე გადავედი საზოგადოებრივზე რა უფრო ადვილად მოვდივარ. იცი, ჩემთვის თქვენთან მოსდიოდი, იმიტომ რომ არც ისე შორს არის აქედან ჩვენი ოფისი, ამიტომ ხეხითაც რომ გამოვისეირდა, მოწმედა რა. ხო, ერთი მაშინ. მაგრამ რემონტია, ხა რემონტი მო ყველგან. სახში თაინც ამით რომ იყო ცნობილი რომ თქვა ძალიან კარგად ვერ ყვევია იმაში ვერ ყვევია ვიტანზე არა ეხა გადავსახთი მეორე წელია იმაში წავკიში და მსახს ვაშენებდი 3 წელიწადი ეხა ვერაზე მაქვს რემონტი აქ რემონტია და გუშინ რაღაც head office-ში წავედი რაღაცის მე და იქაც ვიღაცა გაზეთის კუდიანი კაცი შემოყი ამ გავგიჟდება რა როგორი ურთიერთობა მსახს რო ვაშენებდი არა სახს ბიჭო ბევრად უფრო ადრე აშენდებოდა ეს სახლი მაგრამ როგორი ურთიერთობა ქონდა იცი თან ძალიან ნორმალური ხალხი პიროვნული ურთიერთობა მშვენიერი მაგრამ აი დაახლოებით გეუბნები ტექსტები როგორი იყო იცი რო თქვა აპრილია რა ერთ-ერთი წლის ამ 3-დან და თქვენს რომ ეხლა ჩვენ რაღაცა გვეჩქარებაო იმიტომ რომ მაისში ვინდა რომ დავამთავროთ იმიტომ რომ მე რაღაც სხვა ეს უნდა ვიყოთ ობიექტი აი ამიტომ გიფსოკარდონის თანხარო წინათ კი ბატონო წავედი ეს ოქტომბერში ვკითხე რომ ეს შემდეგ რო უნდა აგეღო თქო მაის საქმე როგორ არის? იმიტომ რომ ვაში არ არის გამოჩენილი. ეს ის კი არა რომ რაღაცა დაიწყეს ან იმან მითხრა რომ თან კაი უმორძდობა ქონდა. მე მივხვდი რომ ხუმრობდა просто. ესაო რა არის როგორ სიტუაცია ბრიგადა ვინც ყავს ორი კაციო. ამასო ძალიან დიდხანს მოუნდებაო. და ამიტომ
4 კაციანი ბრიგადა მოვა, რომელიც უფრო ჩქარა აკეთებს ამას ბუნებრივია, ხო? ოღონდ ეხა ესენი მუშაობენ, ეხა სადაც და 1-2 კვირაში მორჩებენ და მოვლენ. ამას იგებ ოქტომბერში. ოქტომბერში, ხო. ნუ ვიფიქრე, სადაც ახლა მაისიდან ველოდები ამას, ნუ არა უშავს. კაი. გავიდა ეს 2 კვირა და მოთხარი რა ქნის ბატა იქ ვერ მოჩანს. არის ვიფიქრე მე. 8 კაციანი ბრიგადა. ყავს რომელიც კიდე უფრო სწრაფად მუშაობს. ოღონდ 2 კვირა მუშაობენ ახლა სადაც არის მოვლენ. რა საინტერესო არა 16 ბოლოს ზავს დეკემბრის შუაში ამდენი ხალხი რომ შემოვარდეს არ დაინგრეს ისე გაიზარდა შემოსევა უნდა ყოფილიყო ბიგიფსო კარდონის შემოვარდნელი იყო ნახევარი ამდენი კაცი გააკეთებდა თებერვალში როგორ გონი ის კაცი ხესი იყო ის ახალწელს ჩაიწვა ის სურათები გადავუყიდ ვიკიდია ხო შემოთახში კიდია იმ კაცის სურათი იმიტომ რომ მე ესეთი რამე არ მინახავ აი ამ მარტო თებერვალში თან ხომ საუკეში კაი ამინდიო ვერ იტყვეო და აი მარტო ამითი ჭიანჭველაზე რო იძახენ 8 თუ 100 ჯერ მეტი რაღაცა დაატრევს აი ეს კაცი იყო ეს არის ის ჭიანჭველაზე ეს კაცი ეს გააკეთა ყველაფერი არ ჩვენ საბოლოო ჯამში ყველაფერი გააკეთეს გესმის მაგრამ ნუ აი ეს რო იზრდებოდა აი თან შევშინდი ბიჭო იმიტომ აი ეგერო 16 32 64 128 კაცი მოვატვირდი გადავერი ახლა და სულ ორის ხარისხებს იწახო და აი ჩოტკაც 2 კაცს ხელოსნობაში მასაიტულება ხო მე თან ხო ვერ ვიგებ ეგეთ რაღაცა თან ყველაზე უბედურება იცი ბავშვი ყველაფერი შეგრავარნე რომ ვერ ხვდები რაღაცას გაიგე მინდა რომ მოვაჩვენო რომ მაგარი ვარ მეშინე რომ მატყუებ აუ ზგარ მეშინე ვიცი რომ 100% მატყუებს რაღაც გაიგე და ამიტომ რო არ მოვთხოვდე გაიგე ის რო ურეკავდა ალბათ ხმა მაღალზე ქონდა და 128 კაცი ხო ო აბა 128 ჯობი სახში თან ნიციან ეხლა ნუ ხდებიან ახლა მე იმიტომ რომ ნანა აკეთებს რაღაცა ძირითად რაღაცებს ვთქვათ მე გაკეთება აი კარგი ხელი აქვს და რაღაცა არაფერში არა ანუ ზავდაცდება ეგ არცერში არაფერს არა იმიტომ როგორ იყო ეს ეხა იმაში რა ქვია აი 90-იან წლებს გეუბნები რა ის იყო მაშინ ირანული რაღაც ესენი ხო გამათობლები ხო და ქვევით ქონდა თუ გასვას იმას ქვევით ქონდა ფანჯარი გამოგეღოდი იქ რაღაცა ფიტილი თუ რაღაცა და დაგენთო ამას აკეთებდა ნანა ნუ სამსახურში რაღაცა ეს ხო იყიდე მოვიტანეს დავდგე სახში და ხა ნუ არ ვიცი მე ხო და კვირა დღეა ბიჭო და წამოწალილი ვარ რაღაცა და აი ტელევიზორი ჩართული რაღაცა მორიგი არჩევნები რაღაცა ამოძრაცა არარსებული პარტიები რო რაღაცა ყებორო ეს აშენებს საქართველოს რაღაცას ისებს და ნუ უყურებ ამას და ნანა მეუბნება ადექიო რა და ჩართეოს თუ ანთე თუ ჩააქრე რაღაცა არა ჩააქრე სტატუსი რაღაცა მოკლედ ამათონ ჩავართ არ ვიცი მეთქი თქვა გულსπედად ვთქვა არ ვიცი მეთქი ამიტომ გადაერია რა თქვა ანთება არ იცი რას ნიშნავს ახლა ნუ ამ ხელს დასრული ადამიანი რას ვიგე ნუ არ ვიცი მე აი როგორ შენ ხო იცი მეგონები არა განთე რა არა მოგიტანდა არა ადექი ახლა და აუდექი ბიჭო აი რაღაცებს და რაღაცნაირად მოგედა ახლა არ ეკიდება ნუ რაღაცას შეუსული უნდა შეუბერო და ბიჭო ახლა ნუ ავიცი კარგად კი არ მახასიათებს მაგრამ ზევიდან ჩაუბერე ბიჭო ეს ხო გინახე კინოებში ამოვარდა რაღაცა იგე და რო ამოვარდა რო ამოვიხედე მივხვდი რომ რაღაცა იმიტომ რომ უცებ გაღიმებული ნანა რომ რამე ყავას ხო არ და თან ისეთი იყო რა ქვია ტრანსფორმაცია ხო რო აი მიუთა ჩავიხედე საგე ტომიჯერი ხო ანუ არაფერი აღარ მქონდა რა მამას მე არა მომდის მაშინ მქონდა რაღაცა გაფასკონა წარბები წავდი ვაფშე არაფერი არ მქონდა მეუბნები ხო გითხრა დამანები რა თავი იცი ამ შაუბერე შენ თონ და ჩარტე და რაღაცა რა ეგეთი არ თან ისე მოყევი რომ მაგის შემდეგაც არ იციან არა იმის მე აღარ კიდე ის აღარ ფთესნებით კიდე ის აღარ არის დრო რომ კიდე ეს ქონდა მაგრამ თუ დადგა მე არ დადგას არ მემაკარებს არავინ ულებრივ გაზის ანთება
არა ხო ფათ იდიოტი კი არა გაზის ანდები სინათლეს ვარ ჩიც იმაში არ ყოფ რა სტეპსელში აბსოლუტურად არა მაგრამ მინიმუმი გაქვს კი ძალიან მაგარებს გეტყვი ხა ამ წავკეში გვაქვს აუზი ხო და ну შესაბამისად ადამიანი რომელიც მოდის და მაუს რაღაცა უulis რაღაცას ხო და რაღაცა პერიოდის მერე ხო თავიდან ძალიან ყვავილო ხარ და მე ხო გიჩნდება ეს რომ ბიჭო რაღაცა ძალიან ზვიერი გამოდის რაღაცა ეს კაცის ბიჭი ახლა ნორმალური კაცი აღმოჩნდა თქვა რომ ბიჭო არ გინდათ აი ის მომენტი რომ უნდა უთხართ რომ ცოტა ხო არ შევამციროთ შენი ვიზიტები თუ რაღაცა თვითონ თქვა რომ ბევრი რაღაცა მაქვს ისე ცოტა მოდიო რა გასწავლით ამას არ არის ახლა ესეთისა და რაღაცა იყიდეთ მე და აი ჩემი სიძე და ელენე მივიდნენ და შემიშვილი და ეს რაღაცა ისავლეს ახლა რა უნდა მოუვარო ვაუს ნუ მეც ახლა მან არ მაგარებენ ახლა ოს მოვლა შემო დავიხშა რაღაც დამერთო და მაგრამ ყიდვაზე თქოს რომ წადი იყიდეო რა რაღაცები იმიტომ რომ რაღაც ჩამოწერა იმან და ნუ და ელენეს ის მომდის ეგ ტელეფონში მაგაჩვენებენ ეს ისა მოვიდა რაღაცა ეს ამდენი ესა 32 კილოგრამი რაღაცა ესენი რაღაცა ეს ქიმიკატები ასეთი ისეთი იმის მე და ნანა წავედით სამ წავედე იმაში რაღაცა აყვა რაღაცა დიდი გომში სადღაცა მივედი აყვალაინი თუ რაღაცა და შემოვედი რაკა და ეხა მე ხო ვიცი რომ მომატყუან ამიტომ არ უნდა მოვტყუდე ეგ ყველაფერს აზრდა რა და ვიღაც ახალგაზრდა გოგო არის ხო მოვიდა ახალგაზრდა გოგო ვიღაცა და მატყუა მატყუა რა გამარჯობა ეს არ უყურებ რა ეგ რო ეხება რას მატყუეს ახლა რას მომატყუებს და აი ეს გაქვთ რაღაცა მიწერია უყურებ ტელეფონში ეს გაქვთ ვიბატონო გაქვს თურქული და გაქვს გერმანული ეხლა ბუნებრივია რომ მონჯობია თურქული მაგრამ ფასში არის ხო ეგ რაღაცა ამიტომ ხე ნანას ველაპარაკები ხო გავარკვევ ხა სხვათა შორის თურქებმა ამ კარგით ამ ბოლო დროს გამოსწორეს ეგ და თან უყურებ მართავს ვამბობ თუ არა კრეტინო ბაროყი და მოვიწამო ეს ხალხი ხო იმას არაფერი ეთყობა ეგ კარგად ნავარჯიშებს ხო და რა მაინც გერმანული ბოლოს ეგ ხან დავარცხდი აქ ახლა მეორე რაღაცა კიდე ეს გაქვს რომ თურქული გერმანული ახში არც ამაში არ შემორჩები შემოსვათაშორის სულაც არ არგეთები კიდე არაფერი გადავირე მოკლედ რაღაცა და ყველაფერი ვიყიდეს თურქული ეგ კი არა და ეს გერმანული და უკვე ბიუჯეტსაც დაეთყო გესმის რაღაცა განერვიული ბარ ახლა ბოლოს წერია 20 კილოგრამი თუ 32 კილოგრამი რაღაცა არის რაღაც ესენიო რა ქვია წყალში გასაზავებელი რაღაცა ესენი არის და წერია 32 რაღაცა კილოგრამი გინდაფო რა მოთხრე გინდაფო გაქვთ გინდაფო არის რა არის დავიჭე როგორ არის გერმანული ან თურქული არა გაქვს გინდაფო არა აი ამისთვის რაღაცა გვაქვს კიო გერმანული და თურქული და მე გინდაფო არა მეტყარ არის მე მინდა ეხლა 32 კილოგრამი ყველა ხანო ვიღებ მაგრამ გინდაფო წადი ვიღაცას კითხე შენ ეთქობა ახალი დაწყებული გეტყვი მუშაობა წადი და მოიტანე გინდაფო დავიდე დაბრუნდა არ გინდაფო არა გვაქვს რა შუა რა მეთხარი ვინმე უფროს არ არის ახლა აყვალაინი ახლა ის ახლა უკეთაა აგრესიული ვარ ნანა მაწნარებს და რაღაცა იმიტომ მივხვდი რომ უპირატესობა სადღაც მოვიპოვე ეგ რაღაცა ამ გინდა წავიდე ის აიკარგა ეგ ეს გოგო და ეს ნანა მეუნება რომ ბიჭო რაღაცა ნახდათ სწორად ეკითხებით ამას მაგრამ როგორ წერია ეგ რა და გამოგზავნა შემაშურ მაგრამ დაურეკე მეთქე ელენეს მეთქე ეს არ არის გოგო წავიდე რაღაცა და რეგავს ეს გინდა ფორა არის ნანეუნება რა გინდა ფოის ვთქვი გოგო წაიკითხე რა გამოგზავნე უწერია ეგ რა არა კაცო მე დავწერე 32 კილოგრამი გინდათო ორი საათი ვიზახი გინდათო რა უნდა უთხრა კრეტინი მოვიდა სამასობაში ის გოგო დაბრუნდა მოიტანა
მოიკანა თურქული და გერმანული. მეოთხარი, არა, ნუ ვერ მივავით. მეოთხარი, კაი მეთქი ჟანდებას მოდი რაღაც გერმანულს ვიკეთე იმასაც. ვერ მეოთხარი შეუკეთეთ გენს, რამდენი ხალხი მოდი ერთ 2 საათი გელოდები და შემდეგ მოსვლაზე ეცორ გინდაფო, სადაც შეუკეთეთ იმაში სადღაცა იმაში. სამოდ მე მოუყევი გიორგის კაცს. მოულოდს ამ ემესი მითხარ რომ მეო ამ ამბოს მივიტანი ხამდეო და ვეთქვი რომ გინდაფო აღარ ეძებო ხო და ამიტომ გაიგე ესეთ რაღაცები ჩემი საქმე რა როგორ ჩამოვა თურქ კარი გენერო გერმანული იყიდა თუ თურქები ვერ ვადარებ აი ეგ თურქული არ მეყიდე ნახე რა უნდა ქნა ნახე რა უში უნდა ჩახარდო თურქული არ გინახია ქერწლისები ისე აქტუალური ქერწლის შემთხვევაში აღარ არის ეგ დიდი ხანია ამიტომ ხო მივხვდი რა ესეთი ბუკვაედი როგორ არის კარგი ასოჭამია არა ასოჭამია რაღაცა მეტანია იმასაც არას დის რემონტი ასოზე გამოკიდებული არა ნუ ეხლა ესე შეიძლება დაუმთავრებელი რაღაცაა საერთოდ ხო აბსოლუტურად რო იწყება და მართავდება არასოდეს რაღაცა ეგეთი ახლა ამითი ამხრივ ხო ამხრივ არიან ადამიანები რომლებიც ამაში სულ ბიჭო სიამოვნებს ხო ადრენალინი აუ ბაზარობაზე წავა აგიზდი შენი ჭერმანებეთ ავი რა ესე ერთს ვარჩევ გაიგე თახუნი იცოდე რაღაც ეხა რა როგორ ხო ეს კომუნიკაცია არა შენი ჭირმა თავი და მაგრამ ეხა იმედი მაქვს რომ ეხა ეს ამას დავამთავრებ რემონტს სამსახურში რასმე ეს ხარ ეხა იმიტომ რომ ჩემთან როგორ იყო იცი ეხა რატო აკეთებენ ეგ რემონტი პირველად რომ გააკეთეს ტელევიზორი გადმოვარდა კედლიანად აიგე ხო და ნუ ეხა თალ კარგად არ იყო ანუ გაკეთებული საუკეთესო ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას ტელევიზორი კარგად იყო დამაგრებული ეს ტელევიზორი გაწყდა აიგე ხო იმიტომ რომ ტელევიზორი ნახდათ კარგად და გაწყდა ეს ტელევიზორი რაღაცა და მე ვერძე ოთახში შამათავა იმასთან ჩამოვარდა ჭერი რაღაცა ჩამოვარდა ჭერიდან და ჩემთანაც ბიჭო როგორ არის იცი რომ უყურებ ახლა რომ აი ეს ტელევიზორი ის გააკეთეს კედელი აღადგინეს და ეს ჩამოიზნიქა ეს რაღაცა ხო და თან ჩამოიზნიქა როგორ იცი სადაც ეს არის განათება არის იმისი შეკიდული ჭერია სადაც ანუ მარტო ის კი არ არის თავში დაგეცეს კიდე კონტროლი მოყვება ის კიდე დენი დაგეცე თუ იმან არ მოკლა ის თავში დაგეცება კიდე დენი მოყვება იმას რომ იმან დაგარწყას რომ თლაც 100%-იანად მოკლა შეკადა ეს რამე სატესტო გარემო არ ვიცი ეგ ხო და მოვიდა ეს კაცი რა გამოვიზახეთ რა გუშინ იმ რაღაცა შემოვარდა ესა და მე ვთხარი ჩვენთან მეთქი თუ შეიძლება და ხო შემოვიდა ესა და იქ ფანჯარაა ეხლა მე ვთხარი ესე მეთქი გადმოვარდა კედელი ესა ფანჯარა ხო არ გააკეთო კი მე ვთხარი ხო და მაგის ბრალები ბიჭი ანუ ფანჯარა გავახეთ ჭერი უნდა ჩამოვარდეს ესეთი კონფიგურაცია რაღაცა ხო ახლა გაიგე თუ ფანჯარა არ უნდა იცოდე ფანჯარა თუ გავახეთ მაშინ დაგეცემა თავში ჭერი ხო და იმას უჭირავს ეხლა კარგად გააკეთეს არა არავის არ უთქვამს ეგ ჩემთვის რო გაიფრთხილებიეს არ დაველოდებოდი ამ იმას რა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა კარგად კეთდება ამიტომ და ამ თვალსაზრისით შვიდათ ვარ სახშიც მეტნაკლებად ეხლა ისე მაინც გააკეთეთ რომ აი ორი ფანჯრის გაღებაზე ვარდება არა ფანჯარა ამოქოლეთ ვეღარ გავაკეთე ანუ მაინც ხოცი გადავიდეთ იმაზე მე რამდენი მსოფლიო ჩემპიონატს უყურებ იწყება ჩემთვის ხო ეხლა 70-დან პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო 1970 წელი ოღონდ იქიდან მახსოვს ორი თამაში 3 კაცო შენ ხო 63-იანი ხარ ერთიანი ხო და მახსოვს რა იცი მექსიკაზე მახსოვს რომ გავაღვიძებიე მექსიკას საბჭოთა სკოლის ხომ რა გავაღვიძებიე თავი რომ უნდა უყურე მეთქი და ნუ აი გამაღვიძეს შევხედე და დავიძინე ეს თბილისში იყო მე წავედი მოსკოვში რაღაცა არ მახსოვს რა ხდება კინოფესტივალი იყო მოსკოვის მე მგონი თუ რაღაცა და მოკლედ ბებიაჩემ ბაბოჩემ მე წავედი და ცხოვრობდი მინსკი იყო სასტუმრო და იქ ვნახე გერმანია დასავლეთ გერმანია იტალია ანუ ის დაუვიწყარი ნახევარფინალი და გავხდი იტალიის
კომაგი იმიტომ არ მეყვარს ბრაზილია. მე რომ მეორე თამაში რაც ვნახე იყო ფინალი, რომელიც უკვე 4-1 მოუგეს და 4-0. 1. ის საბჭოთა კავშირი მექსიკა იყო პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, მან რა ქვია, კახი, მაგრამ მე ეგ საერთოდ არ მახსოვს. რა ხდებოდა ეხა და მაშინ ეხა ეგ და ხო ვინაყო, მაგრამ ამასთანავე ვიღაც ზვიანობდი. ყველაზე კარგი ჩემპიონატი იყო რაოდენობრივი თვალსაზრისით ქართველი ამდენი არც არ ყოფილა. 5 კაცი იყო თბილისის დინამოდან და მე თან ვამბობ რომ თბილისის დინამო 70-იან წლებში სანამ ახალგაზრდის ეპოქა დადგებოდა არ ვარ გოდავდა კრიზისის მდგომარეობაში 5 კაცი იყო ამდენი არც არ ყოფილა არც არა კრიზისი აღარ რენესანსი ხო არა და თან იცი როგორ ახლა კახიმ გოლი გაუტანა ეგ არის მასა ქვია ბელგიას სლავა მეტრევას არ უთამაშია მაგრამ იყო გივინოდია ხურცილავა მოწაზე და ეს რა ქვია რეზულტატში კიდე კავაზაშვილი იყო მაგრამ ნუ ის თქვა საქართველოს არ წამოვიდნენ 2 3 18 14 18 მოდი ჩემპიონატი და 5 მე-15 შენ დაიხო ხო არაპირებ წასვლას არა მე ამერიკაში სემონები წავიდოდი არ არის ყოფილვარ მაგრამ იმხელა ესენია რა ქვია ერთი შიდა მანძილიდან მეორე შენ იმ გუნდს რომელსაც შენ კომაგობ ვერ გაყვებ ვერ დაგეგმა ესე გესმის იმიტომ რომ დაგა მაშინ აი ეს რემონტი უნდა დაგვიანთ ახლა სასწრაფოდ დაამთავრო რომ გააყიდო და სახვიდა მე იქა და ამიტომ გახდა ისა ბომჟი ხვიჩა ფინალში რა დიდი გამბავი მივდივარ ხო მივდივარ აუცილებლად იმიტომ რომ მე მგონი ესეთ ფეხბურთი ჩანაყოლია რაც არ უნდა სტული იყოს შემთხვევით ამის ახმა იმიტომ რომ რაღაცა სხვა რაღაცებზე ვარ თან ბიძინა დაძბილი გესმის ხო აი იმიტომ რომ მართლა ვამბობ რა ესეთი ფენომენი გესმის იცი რა ნახე რას გულისხმობ განსხვავებას ქმნის აი ამ რანგის გუნდების საერთმანეთო შეხვედრებში რა ანუ ტოპ გუნდების თამაში ეს ქმნის განსხვავებას თავისი გუნდის სასარგებლოდ გესმის რაც მე მესმის რომ თეორიულად შეიძლება ისინიც ვისაც მე ესე ვეთაყვანებოდი და ვეთაყვანები დღესაც გარგამნელებია ეს ისა ისინიც რო ყოფილიყვნენ ალბათ, მაგრამ ეს სულ ალბათ რო ყოფილიყვენ, ის რო ესე მოხდარიყო, ისე იყოს რაღაცა. ეხლა ეს არის რაღაც სქოლასტიკური, ერთად მაშინ ანტიკურ რაღაცა საბერძნეთში წავიდი ამის დასამტკიცებლად. ეხლა დღეს რასაც ხედავ, საოცრებაა რა. თან არის, გუშინ კრეფავდი იმაში რა ქვია, YouTube-ზე არის ეკიპის საიტი რომელშიც არ არიან თქვა იმას თავი დაანებურა ხო ყველგან ეს ანრი და რავი ბაპე და არ ვიღაცა არ დარჩა არა ბაპეს კი არ ვინც ამას აკებს გესმის თქვა ვიღაცა აი იქ იმ დღეს ლინეკერმა თქვა რომ ხო არ შეიძლება რომ ვისესხოთ ეს კაც ერთი თვით ვინც ვერ გავიდა საქართველოს რა ჯერ ამით დაიწყო სამწუხარო საქართველოს ვერ გავიდა მაგრამ ეს ბიჭიო ერთი თვით ხო გვინდა რომ ყველაზე კარგი ფეხბურთელები ჩვენთან იყვნენ და ერთი თვით გათხოვონ და წავიყვანოთ და მერე დავუბრუნოთ არ შეიძლება ეუნება შირებს ანუ ხვდები ვინ დაპარაკობს ერთმანეთში რა და ეხა ხო მაგრამ აქ აი ამ იმაში ეკიპში ხო ეს ჟურნალისტები არიან ამათ არა აქვს ეგეთი სენტიმენტები და ესეთი რაღაცეები გესმის წერენ მაგალითად ამასთანავე იყო 3 დღის წინ ისა თემები იწერება რა პოლემიკაზე აქვს თემა როგორ გახდა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აი ანუ პირდაპირ სათაურშია გამოტანილი ხები იქ მეორე იმაში რომ კვარაცხელია საუკეთესო პარის სენ-ჟერმენის რაღაცა ისტორიაში იმაში ანუ იმათაც ესეთი დამოკიდებულება აქვს ეხლა ბევრმა გაიკვირვა რომ თვითონ იმის რა ქვია ლიგა 1-ის ლაურეატებში ვერ მოხვდა მაგრამ ეს არ არის ესეთი გასაკვირი იმიტომ რომ მას არ ქონდა აქცენტი გაკეთებული მას კი არა გუნდს არ ქონდა გაკეთებული მწვრთნელს და ასვენებდა თითქმის ყველა შეხვედრაში ასვენებდა ან გამოყავდა ახლა სტატისტიკას რომ დახედო არც იმდენი თამაში აქვს ჩატარებული არც წუთობრივად და შესაბამისად ახლა გოლს ასეც თუ არ თამაშობს იმენ ხარ გაიტანდა რა ქვია არა მარტო ხვიჩას ხვებსაც ასვენებდა მაინც პირველზე გავიდნენ იოვა ხო ანუ ეს ჩემპიონატი ეგრეა ახლა რა მოწყობილი ეგრე რა ამიტომ თავარი არის
ეხლა მან რაც გააკეთა ეს რომ პირადად გაყავს გუნდი რა. შარშანაც იგივე გააკეთა, წელსაც იგივე გააკეთა და წელს კიდე გაცილებით თუ უგუნდება. ხო, რა? შარშან, კაენი და ის და აინტრახტი და ვიღაცები და შეხვდნენ და არა, წელს ეხლა გადაჭერა. ბაიერი თამაშთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი 11 მეტრიანის ამბავი რა, ხელის ამბავი რა. ბოლო როდის არის და როდის არ არის. უყურე მე მაგას ვამბობ რა, ამიტომ მე ეს ვერაფერს არ გავიგე, იმიტომ რომ ხან ვენერას ხელია, ხან მარსის, ვიღაცის. ხან ღმერთის. ასხლეთი რა ეს რატო ეს და ასხლეტა იყო. მეორე წუთში ზუსტად იგივე ეს და ასხლეტა იყო. ეხლა ასხლეტა იყო და პენალტია, ეხლა ასხლეტა იყო და პენალტია. არ არის მაშინ რანაირად არის. ახსნაც ერთ და იგივეა. ანუ იმაშიც რა ქვია წესები როგორ წესები შეფერაზარია ის წესები არის იმიტომ რომ ვერ გაიგო რა ხდება როგორ შეიძლება უფრო დაგაბნიოს რომ იმიტომ რომ 17 წესია სულ და მე ამ 17 წესს აქვს 160 ეს რა ქვია ქვეწესი და მე არის წიგნი ცალკე რომელიც ხსნის როგორ უნდა წაიკითხო წესები და ხან შეიძლება გაგიჟდეს ახლა ადამიანი გაიგე და ამიტომ მე ვამბობ რომ მარტივია ხო ხელში მოხდა არის პენალტი მორჩა არც ასხლეტა გინდა, არც მოსხლეტა, არაფერი ეს დაეყრდნო, არ დაეყრდნო. ხელში მოხდა დადე პენალტი. იქითაც დადე. რა მოხდა ახლა? ხო, მართალია. ნუ რა მე ყოველ დღეში მე კი არ ვამბობ ეს საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ქემაინც იქნება ერთი, იცი ხელში მოხდა, ვაი, რა ცუდია. საზღარმა, როგორ მოარტყა საზღარმა სპეციალურად ჩვენიანს ხელში. ან რა კარგი იქნა ჩვენიანმა რომ მოარტყა ხელში იმ ცუდიანს. საზღარს. მორჩა გაიგებ ქემაინც, იმიტომ რომ ერთი და იგივე წესების ინტერპრეტაცია მიდის და ერთ და იგივე ხალხი იხსნის ზუსტად ერთ და იგივე სიტყვებით. როგორც პოლიტიკაში ყველაფერი შეგიძლია, ერთ და იგივეს გელაპარაკებია და გუშინ კარგი იყო და ცუდია. განერც არის ესა. ეხა აქცენტია, ხელში მოხდა პენალტია. მე რატო შეიცვლება ფორმა? არა, პენალტი არის, რატომ ხელში მოხდა? როგორ შეიძლება ეხლა ხელში მოხდა პენალტი იყო. პონჩოებით გამოვლენ მე რა. გამოვიდნენ. ნუ ქემაინც რაღაცა ის ორივე პონჩოტი იქნება, მარტო ერთი ხوار იქნება პონჩოტი რა. გვეცადინება რა. ხო, ნუ გაიგებ. ეხლა აქ მოხდა, აქ ეს ხელი ეს ვიღაცი ვენერას ხელი. ბიჭო, ვენერა იმიცას რომ ხელები არ აქვს და რაღა აქ ვიღაცა სხვა რო დაასახელო, ვისაც ხელები ქონდა მან ანუ აი ეს აბსურდულობა იქამდე მივიდა რომ მან და მაინც რაც დარჩა ვენერას, ის არის ვენერას ხელი. ეს ანუ მან თუ მოხდა, ეგ ვენერას ხელი არ იცვლება. იმიტომ რომ ვენერას არ არის ხელები. იმიტომ რომ არა ხელები. ვიღაცა ანატომი უნდა შეიყვანოს. გოდვა რაღაცა. ხო, ანუ ის რაც დარჩა რა. ხო. ხო და არ ვიცი რა. მოკლედ ამ წესები და ვარი და ესე იმის ვერაფერი ვერ გავიგე. იმიტომ საქართველოს ჩემპიონატის რაღაცას უყურე, კაცი გამოვიდა. და საერთოდ როგორ წესია, იცი? ადამიანო ფეხი რო შემოყოს სტადიონზე. ხო. არის შტანგაზე რო იყო მიყუდებული. ხო. არა, გერმანიის ჩემპიონატში იყო თამაში და აი ბურთი გადადის, ოღონდ კარში ურტყამენ და არც ის არის რომ ვინმე ეწევა. აი გადადის ბურთი. თან დამისეთი სუსტი დარტყმული კარს აცდა და იქ დგას ამათი აი ვისკარის კენას ურტყამენ ამათი ფეხბურთელი სად არის? ხო, ხურდება. ეხლა რატო შეყო იმან ფეხი? ეგ მე არ ვიცი. მაგას უნდა გითხოთ. ესეც არაფერ ლოგიკაში არ რატო უნდა შეყო დააცალე გამოდის ბურთი. შეყო ფეხი. გააჩერა ბურთი. გააჩერა დაიდო პენალტი. წესებში ეგრეა. ჰა. იქიდან ვიღაცა ფეხი შემოყო და შემოვიდა რაღაცა პენალტი. ეხლა ჩვენთან რა ხდება? ჩავწეთ არის ზოღარ ვიღაც კაცი გამოცვალეს. ნელა წამოვიდა ესე, მოვიდა და აქ უღონ შეტევა მიდის ამ კარზე რა. აუ ახალი ფეხბურთელი შესულია უკვე. კი შესულია. ეს მოვიდა და ესე ხელით მიეყოდა ზეურს და დადგა და უყურებს თამაშს. შიგნიდან არის კარში. არა, შიგნიდან არ არის, მაგრამ ეხლა ეგეთ არ ეხლა ეგეთ ვენერას ხელი გაიგე, ეხლა ხელი საიდან მოკიდა? აქედან მოკიდა ხელი იმას ზეურს და იქიდან მოკიდა. ბიჭო, ეხლა მეკარის როგორია რომ ვიღაც კაცი დგას ესე რა, ვინ არის ეს? და გიყურებს სახელმწიფო. ხო, რაღაცა აფასებს ეგ რაღაცა მომენტებს რა. არაფერი რა გინდა. ჩაი არა ჩაული. არა ეს მე იმცე შევიდე არა ეს რო იდგა იქა ეს ამ მომენტზე ყურადღებას იმას რა ქვია არზე მოქმედებდა და ის რიზე მოქმედებდა ფეხი რო შემოყო იქიდან
ო გადასულბურთი. გადასულბურთზე. აი იმან შემოყო. ამან მე გაყვა ხანო. აი როგორც არ უნდა გამწორდეს ესეც მაინც ამართლებენ ხა. გამშობა ხა. ამიტომ ეს წესები საერთოდ არის მე მგონი არავინ არის ეს მე მგონი წესები. მე მგონი სპეციალურად. ხო, ეხლა მყავს ფილმთა ჩავწერეთ გადაცემა. ეხლა მოვიდა ჩემთან ერთი კაცი, რომელსაც ეს თანამოაზრეს ვერ დავარქმევ ეხლა იმ ბოლომდე გაიგე, იმიტომ რომ ამეტანე იქით წავიდა და იმან გადაწყვეტა რომ ყველა წესი უნდა შეცვალოს. ფეხბურთის. ყველა. და ეს ჩაანაცვლოს ფეხბურთს. ნუ და თუ არც ეს წესი არ ემთხვევა, სხვა რო დაარქვა სპორტსთან, თუ არაფერი არ ემთხვევა, ესმის ანუ არც რაოდენობა ადამიანების, არც წესები, არც ისა კარები სხვაგან ცენტრში დგას ერთიათ ან აქედან იქნებიან რაღაცა გესმით, რაღაც სხვა საკეთები. ერთიათ და რეგბის. ხო, ფეხი თამაში. რეგბის გავს კარებს, ისეთ ჩაკეტილია, მე ღია, მოკლედ რაღაც ცნობილი რაღაცები ბევრი. ხო და კარები იღება ეს ჩაკეტილია დაახლოებით, არა, მან საინტერესო თავისთავად ძალიან საინტერესო რაღაცები მოყვა ამ კაცმა. სხვა სპორტია და აი ხო ამბობ რომ და ხორჩობია რომ დავარქვა რაღაცა სახელი დავარქვა და ეს იყოს რა. რაღაც დეტალი იყოს ეს ფეხბურთი დასგიშეთ. მაინც არც ერთი არაფერი არ მთქვა და ხო, ფეხბურთის წესები რაგბის წესებთან შედარებით კიდე ის არის რა და საგებია. არა, იქ ის ხო, ნუ პირველი რაგბი გახსენდება, მაგრამ სხვაებიც ხო, მე ძალიან მიყვარს რაგბი, მაგრამ წესები ბოლომდე ვერ გავიგე. ხო. და მანდაც ეგრე იქნება რაგბის წესები გზაიგეთ ვერ გაიგე. არა, ნუ აი რაღაცას იცი რა ჩემი მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ ხომ კომაგობ გესმის რაღაცა და მართლა ჯერ კიდევ 97 წელი იყო როცა საქართველოს ნაკრებს ვახსნი და აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ იმ ატმოსფეროთიც იმ ბიჭებითაც ყველაფერი მაგრამ რა არის იცი ჩემ თავს ვიჭერ იმაზე რომ სტადიონზეც გესმის გვერდზე ადამიანს უყურებ იმის რეაქციის მიხედვით დაიყვირა იმა და გაიღიმა ეს მე და ვიღარ იმას ჩემზე თუ მათ არ მოიღო ჩემზე თუ მოხდი მაგრა იკაიფებს თელისთან მე და შენ ნუ კიდევ რაღაცა ხოიშა მესამე მარტო ხოთე რაღაცას გახება ეგ მესამე იმიტომ რომ ვერ ვიგებ ნუ იქ არის ეგრე ძალიან უნდა რომ გაიგოს ბეისბოლი და ვერ გაიგო მე ვიყავი ბეისბოლზე და წამოვედი ვიყავი და მივხვდი რომ ესენი დადიან საჭმელად არა იმიტომ ხალხი ხო ის კაცი მე პირველად რაზე ვიყავი იცი პირველად ვიყავი ამერიკაში მაშინ და თამაშობდა წინა ჩემპიონატის ორი ფინალისტი ანუ ტოპ თამაში იყო ელიტა და დავჯექი 7 საათი მიდიოდი მე მქონდა ჯეტლეგი ვერ ვიძინებდი ჩემ მეუღლე დაიძინა და უყურებ ამას ვერაფერი ვერ გაიგე ჩერტ ვერ მოარტყავე ბორცეს მე მეგონა რომ იმიტომ რომ დაიწყო რაღაცა ქუდი თუ რაღაცა იყო რომ რაღაცები აქედან იქიდან ბაგაბოგი რაღაცა გესმის გადავარდა სტადიონიდან საერთოდ ბურთის სადღაცა და ის მირბისაც თან ხო კარგად იღებენ გესმის გასურდა ესა და ეს რაღაცა ქვიშა თუ რაღაცა აიყარა და აუ ვიფიქრე რაღაცა და გამოვიდა 200 კაცი უკვე დავეჭდი რაღაცა აი ანუ არ და არანუ ჩემი სახლის რემონტის ბრიგადა იქ მე რასაც ველოდებოდი ეგენ თამაშობდნენ იქა ხო და გამოვიდნენ ესა და მე რაღაცა კურდღლის ფეხი თუ რაღაცა თავზე ისვლა რაღაცა ესე და ყურები და ის რომ ნუ გადააგდოს რაღაცა ეს გაუთავებლად ეს რომ ერთმანეთს ვერავინ ვერ მოარტყა ნიუხტი რომ ეს გაუთავებელი რაღაცა ამას ხო და ნუ ეგ რაღაც დავიძინე გავიღო კიდე ის კაცი იდგა კიდე ის რომ და იმას რაღაცას გაიგე კიდე ეს იგივე ხალხი რაღაც მე რაღაც დამემართა ისა მართლა ავიბენი დროში და იმაში გესმის რაღაც ბორხესის სამყაროში აღმოჩნდა რაღაცა რომ აღარ დრო არის ყველაფერი გაჩერდა ხო გავიღო კიდე ესენი იყვენ და შეიძლება კი არ დამეძინა ნამდვილად დამეძინა გავიღო ეს კიდე ეს ხალხია კიდე რა კიდე ეს ტაღურებზე ისვავს და კიდე ის ყველა არის იქ მერე წაგვიყვანეს softball-ზე ამ ჩემმა იმან როგორ მორჩა ის თამაში არ ვიცი არ დამთავრდა არასოდეს ამიტომ მე ვერ გავიგე მარკა 7-ისა
შესვენება რამდენი აქვს ამ შეთანხმებას? სულ შეცვენებენ არ ძალიან დიდი ყველა არიან მაინც რანე ყურზებს იფსავთ და რა შესვენება მათ შეიძლება 200 კაცი ამის რა შესვენება ხო რა შესვენება უნდა იმას მიდის ის სადღაცა იქიდან რა ის დგას ორი კაცი დგას დანარჩენი ისვენებს 200 ბიჭო ხო ერთი ის აბა რა იქ მეორე დანარჩენი ველოდაგან თუ მოარტყამენ მე გაიქცეს მე გასაკეთე ეს ვერ არტყავს და ის არ ვერ მიდის ეს გასაგზავნე 4-ია სულ თითო ბაზაზე თითო კაცი დგას ხო მე გითხარი მე აბა 6 კაცია და 194 კაცი უყურებს აფუთხებს ის უყურებს ხო რა მე წავედი softball-ზე ეს ვარიო იმის სწრაფი ვარიანტია ზუსტად იგივე გოგოები თამაში არაფერი ისე რა ყურებზე ისვავს ისა ხო ჩვენი სპონსორის დათო არის ამ მიმართულებას ოხო ნიკორა სუპერმარკეტი ამ ბოლო დროს გვათამამებს ევროპული პროდუქტები და ეს არის ამ შემთხვევაში სანტეს პროდუქცია ევროპული ეს არის მიუსლი ძალიან ჯამჯერა გემრიელი ეს არის გრანოლები ამასაც შემიჭამენ ესეც გრანოლებია მე რასაც ეს არის შემიჭამენ ეს რძეები ახალგაზრდა თაობა შეჭამს ახლა რძეები მინდა ოღონ ისეთი ნუში ის არის რაღაც ეს რძეები ეს არის სოიოსი ეს ისია ეს და უატის უათ რა არის ეს კარგძაღლი ნახო ეს შვრია შვრია გოათ არის თხა რამ დაგამუნჯა ეს არის პროტეინ ბარები ეგ შესანიშნავია მაგას არ ზარმიცენ სხვა შორის ძალიან კარგები ეს შოკოლადია რა ესეც გრანულებია ეს შოკოლადი და ალუბლით ოხო ყველაფერი არის ჯამრთელი გემრიელი და დამატებული შაქრის გარეშე ხო ну კვატნა ის გადამშენებ და პატიჟოთ თქვენ სამდენი რაღაცა რო წავიღო მე მარტო შევჯამო შეიძლება ეს ქნა რა ქვია არა ნელ-ნელა გამოიქნა მარტო ვინ გაცლით მოკლედ 100% ნატურალურია ყველაფერი ზედმეტი შაქარი არ აქვს ენერგიის წყაროა ამას დაარტყამ და აი ეს მაგალითად 15-16 კილომეტრს გატარებს ეს თვითონ რამდენს გადის კი ქალაქში თორე ტრასაზე ტრასაზე დავადეთ 20-25 რა კაი აი ხა ამათ წავკიში ადი ჩამოდი ესაგება მანქან აღარ მე ხო იგივე ჩამოსვლაზე ხო საერთოდ არაფერს არ წვავდა და მანქანი თუ ხარ მძღოლს მიცე ეს არის მძღოლის შესანიშნავია არა ძალიან დიდი მადლობა იგი ყველაფერი ხო ნახოთ მაგათ მაგათ თუ არა გაძლევთ ნამდვილად თქო გადავდოთ არ იყოს ახლა გიშივრდებთ მე არა ხო ძალიან დიდი მადლობა პირიქით მადლობა ვიყავით ჩვენთან სტუმრად წარმატებებს გისურვებთ მოგება ჩვენ იქ იქნებით თქვენ და ჩვენ ტელევიზორებიდან კი ბატონო აუცილებლად მეორე თასი და медали არ გვაწყენს ნამდვილად არა არა ჩემპიონთა ლიგას ამბო ხო აბა სხვა რა თქმა უნდა და მე ოქროს ბურთსაც წავეთამაშოთ ხო ეგ ხო ახლა მოკლედ და დიდი მადლობა ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა არ დამთავრებულა გადავდივართ მომდევნო რუბრიკაზე დაუბრუნდით სოკარის რუბრიკით. აჰა. რამდენი ხანი არ გქონია. აი და ესეთი ახალი ამბავი აქვს სოკარსა დაუმეგობრდა Smart Pow. Smart Pow არის ინოვაციური წამოწყება არის სტარტაპი, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისთვის ამზადებს საკვებურებს. შეიძლება შეუკვეთო და დადგავს სადაც გინდა სოკარის ბიზნესის სადგურებზე არის რამდენიმე უკვე ჩაყრის საკვებს, მიუთითებს სიხშირეს და ჩამოუყრეს საჭმელს, ისე რომ არც გარემო ბინძურდება და შენც არ გიწევს წამდავწում სირბილი და ზაღლის პედენიერია. ადამიანისთვის არის ეგეთი დევაისი. იცი რა, ზოგისთვის აუცილებელია. ოღონდ ძალიან დიდ სიხშირეზე რომ დავაყენოთ რომ ესე რომ დავაკორიალებ. ჩამოყრეს გაჩერდა
გაუჩერდები შეჭამ. გაუჩერდები. ხო და მოკლედ ესე ეგ სხვათა კეთილ შორის საქმეს აკეთებს. სახლშიც არ იქნება ეგური. ხო, სახლში და რომ გადიხარ შეგიძლია სახლშიც გადადგა. აჭა მე ძაღლს ეს ფრაზა ხშირად ისმის ჩემს სახლში მაგალითად. ჩვენთანაც ვისად ხო და ნახე Smart KRG მან შეხვალ საიტი არის. ესენი არ გეგონათ რომ ვინმე ხელს გვიშლის გადაღებაში არიან. ფარშევანგი ფარშევანგები. არ ვიცი მოთქვავენ თუ უხარია. შეწყვილების პერიოდი ამ ის არის დათო დაინახეს და კაცები გოგოებს იზიდავენ ასეთი ხმით. ასეთი ხვით და ეგენი ვერაფერს. ბევრი გოგო მიდის ამ ხმაზე. მაინტერესებს. იმათ ტვინში ჩამაყედა. ახალგაზრდობაში რამა გამაზული. ხო და დავამთავრებ და მე გველზე გადავიდე. Smart KRG-ზე შეხვალ და იქ არის ყველაფერი ამ საკვებურებთან, რაღაც smart ამ ყუთებთან, ძაღლების ყვებასთან, მიუსაფარ ძაღლების მოვლასთან და ასე შემდეგ. და ჩვენ გამოგვადგება ამ პლატფორმაზე არის სია pet friendly რესტორნები და სასტუმროები. ო, ეგ სასტუმროები სერიოზული პრობლემა იყო ჩემთვის ეგ. კარგი. pet friendly რა არის? ეხლა ესე ძაღლის შეყვანა რო შეიძლება. იგო, არა ეხლა მარტო ძაღლის. ხო, ზოგი ადამიანისაც. ეხლა გამარჯვე. ხეთსი ადამიანი. ეხლა სადავარ? ალბათ მაყურებელს გაუკვირდა ვინ არის გველით რო დგას. ძაღლებზე ხო, ვლაპარაკობ. ფოტოშოპის pet friendly-ში გველით შედის ალბათ. ალბათ. თაგვები ყრია იქ და ჩავყრა. თაგვებს აგდებს. ჩვენ ვართ ზოოპარკში. კი ბატონო. რაღაცა ცუდად აკნევთ მაგას და კბინოს. ეგზოტარიის გაბრაზდეს. პარმაღზე. ჩვენ ყავს ჩვენი გველი, მაგრამ ეს უფრო წყნარი. ვინ არის ეს? ეს არის ბურთისებური პითონი, სამეფო პითონი. ბურთისებური? ბოლ პითონი ასე ქვია. ბურთის აი ფორმაზე ასეთ ეხვევა? ბურთის ფორმას იღებს, სულ ესეთი მორცხვი გველები არიან და ნუ გველები ხო ზოგადად მორიდებული ცხოველები. ჩვენი გიორგის მორცხვიას ფოთოში. სახელი რა? მაშინ არა ბურთის ფორმას ვეღარ. სახელი აი ირაკლიმ დააქვა მგონი. ნუნუკა. თქვენ არა გაქვთ სახელი ისა? სახელებს არ ეძახით? არა, სახელები მამის არ სახელით. ვეძახით. ამოვიჭი. რაზე აქ დაძახება? სამათქო არ ესმით. არა, ყური არ აქვს, არც ყურის ნიჟარა აქვს, არც შუა ყურის სულები აქვს. ან შესაძლოა ყურის ათებაც არ ემართებათ. ნუნუკა. ესეთ ოტიტი არ უნდა. ანუ ეგ ლეგენდაა რომ ჩუმათიყავი არ გაიგონდა. ეს ანუ არც ერთ გველს არა აქვს. არა, არ აქვს. მარტო ყურებიანი გველი. მოძრაობა. არ აქვს. მოძრაობა. ვიბრაციას აღიქვამენ, ხო, კი, მაგითი ვიბრაციებს ისმის. გრძნობენ და ეს ენას რო ხშირად ყოფენ, ამითი სამყაროს აღიქვამენ, შეიცნობენ. ხო, კი. სუნს, მხედველობაც მაინც და მაინც კარგი არ აქვს. ეხლა ისიც მითია რომ ძალიან იმფეციტელი გაჭირებულები მხედველობა ყოფილს, მე არა. აქვს. ის მართალია ბრძენი როა. ნუ ეს ზოგიერთ კულტურაში ძალიან ბრძენია. ხედველობა კარგი ეხარც გიორგის აქ, მაგრამ სათვალეს ხმარო. სათვალე რო შეუძლია. სველის რემი რაღაც აფარს. წრემს ხელოვნურ წრემს საწყობა. მე მაგ ესეთი ერთი წამი ჩაგეჭრები რა. არ მაინტერესებს ერთი წამი. რაღაცა უნდა თქვა რომ გიორგისაც ეგ აქვს. არ გინდა. არა ბიჭო, ის მარა ვინდო. გიორგის და გველი შედარებ. ბიჭო, გველი გავიგეთ, მაგრამ ეს ადამიანი გავიცნოთ მაინც. ეგ უნდა მეკითხა. ქართული ქალებით იწყებდო. თქვენ ძანდებით? მე ვარ ინგა. ინგა, პროფესიით პროფესიით გველოლოგი. პროფესიით ეკოლოგი ვარ, მაგრამ ხო, გველოლოგი. ნუ საერთოდ ჰერპეტოლოგი ქვია, თუმცა საქართველოში ეს როგორც ესეთ სპეციალობა არ ისწავლება. არა გვაქვს მაგის ფაკულტეტი? არ გვაქვს. მე ვარ გაწევრიანებული Facebook ჯგუფში გველები და ქვეწარმავლები. და რეპტილიების მოყვარულთა. მოყვარულთა არა, არა, ეს დებენ სურათებს ეს რა გველია. და ყველა, ნუ პირველი ხელზე რო უზით უკვე. არა, კაცო. ეზოში ძირს ეზოში ნაპოვნ გველებზია ლაპარაკი. ხო, ესე იციან. პირველი ხუთიას ჩემი სიდედრი ზურას ძირთადად დაკავთან შედარება. და მე ვიღაცა მოდერატორი წერს რომ ანკარა უსაფრთხო გველი და მე დაანებეთ თავი. 7 წარწი 7 ისინი მიდ რა კითხვა მაქვს? მარტო გველებს სწავლობ თუ აი რაღაცა ობობებსაც? ობობები, ხვლიკები. ხო, ანუ ყველა ამაში შედის, ხო? კი. ეს გველი ანუ ტარების უფლები დგას არა. აი რა მარტო თქმა ამ უნდა. კიდეების ტერიტორიას მოიცავს რა. საფრთხე ყოლის უფლებაც საკმაოდ შეზღუდულია. ხო, ისე ხო არის, შესაძლებელია, მაგრამ კი, მაგრამ საბუთები და ყველაფერი ისეთი რთული ამბავია ჩვენთან ისეთი. და მეზობლებიც მაგალითად არ მიესალმებიან. ხო, არ მგონია. ესე რომ ის გასაკუთრებით. გაიგებენ ისე რომ რომ რამე ავტობუსში რომ ესე გველი არ თამოვიდეს ხმაურობენ ვიღაცა და- არავის არ გაეხარდება ხო? შეიძლება მიზანიც ეგ არის, რომ ის არ გაიგო. რამდენნაირი გველი გქონდა?
აქ. ჩვენთან იქნება ალბათ 15-16 სახეობის. ეგზოტიკურები სულ? ხო, რა თქმა უნდა. დედალმამლები? კი, წყვილში. და ზოგი წყვილში, ზოგი. მრავლდებიან, რამდენჯერმე გამრავლდნენ, მაგრამ რთული საკითხია, რთული საკითხი არის კი. და სპეციალური პირობები ჭირდება და თავიდან რესტორანი რაღაცა მე ისენა რომანტიული საღამოს აი ცოტა შუხსნაუები ჯერჯერმე დაკრაშოს პირველი დეითი. მუსიკა რო ჩაურთოთ შეიძლება გამრავლება მოიმართოს. ესეთი რამე რომ თუ ხშირად ზიან ერთ ტერარიუმში შეიძლება არ შეწყვილდნენ და საჭიროა რომ დროებით დააშორო ერთმანეთს. რო გადაიაზრო. ცოტა ხანი ცალ-ცალკე. კაცია გაიმის და მოვა ხო რაღაცა შეაერთ. დაბრუნდა. განშორება სიყვარულს აძლიერებს, თუ სიყვარული ნამდვილი. კი, რაღაც ესეთ ვარიანტი გველებს. ამას ყავს პარტნიორი. მეგობარი ბიჭი. ყავს, მაგრამ შთამომავლობა ყოლია მის. მაგრამ სად არ იყვნენ? ნუ ჯერ ახალგაზრდებს უნდათ რომ იცხოვრო დათქონეს. ყოველთვის მოასწრებენ. სანამ თქვენ მოხვიდეთ ცოტა ადრე მოვედი და ესეთი რაღაცაც მითხრეს რომ თურმე ზოგიერთი არდებს კვერცხს და ისე მრავლდება. კი, ცოცხლამშობიარეები. აი მაგალითად გიურზა შეუძლია ორივენაირად. ორივენე ხასიათზე. ტემპერატურის მიხედვით ანუ შეიძლება ტყუპები იყვნენ ერთი კვერცხიდან და ერთი ისე? ტყუპები ერთ ჯერზე შემთხვევაც არის, მაგრამ ძირითადად ერთი კვერცხიდან ერთი გველი იბადება. არა, მაგრამ ნახე ერთი კვერცხიდან და ერთი გააჩინა, კვერცხიდან და გააჩინა. არა, ეგრე არა, კვერცხს ტემპერატურა ან მაღალი ან დაბალი. როგორ არის იცით დაფიქრე გახედავს რა დღეს რა მინდი არა კვერცხს დავდო. არა მაკაბის. დაახლოებით ეგრეა. ხო და ჯიგარია, ახლა ბძენი ყოფილა. ეს ცივსისხლიანი როა რა მაინც რამდენი გრადუსია ტემპერატურა. 16 გრადუსის მაღლა უკვე იწყებენ საკმაოდ აქტიურობას. უკვე სიცხეა. არა, დაბალია მაინც, მაგრამ აი მათთვის ოპტიმალური არის 27 გრადუსი. სხეულის ტემპერატურა. რაც გარემოშია ის. თვითონ ვერ ინარჩუნებენ შინაგან ტემპერატურას და თუ გარეთ ცივა, მისი შინაგანი ტემპერატურაც დაბალია. თუ თბილა, მაშინ აი ახლა თავიდან რო გამოვიყვანეთ, ძალიან ცივი იყო. ეხლა მგათვა. და ხელზე ჩვენ ხო თბილები ვართ და ჩვენს ტემპერატურაზე დადგება ძალიან ნიბოძეთ. ეს მაცივარში რო შედო ინახება კარგად. ცივს გამოიღებ რა. ოღონდ იქ უნდა უკან აწერია რამდენ გრადუსს. რა უნდა შედო? ნახე როგორ ჩაიმალა. ზო, ადამიანებს აიყინონ და მე კაი დროს გაიღვიძონ და გველი რო შე. რა მაინტერესებს? მე ვიცი რომ კავკასიური ცხოველები რაც არის ადგილობრივი. ისინი გადავიდნენ ახალზეობაში. ყველა არა. ნაწილობრივ. კი, ნაწილობრივ მეორე გადაშ. ხა მზადდება აფრიკის განყოფილება. ხო, ნელა ეტაპობრივად თქვენს გადახვალთ ალბათ იქი? ჩვენ ჯერ არ ვიცით, ჩვენ ალბათ ყველაზე ჩვენ ალბათ გვიანი სამოწამოზე. ამბავი. მეტროსთან გენდა. აქციებს თქვენ პრინციპში ადვილი გადასასვლელები ხართ ყველა ხო უფრო რა? ხო რა გველია ჩაიდები. არა. ფინანსურათაც ალბათ ყველაზე დატვირთული იქნება ერთ-ერთი, იმიტომ რომ ამდენი აკვარიუმი, ტერარიუმი, მომდენი ნათურები, ფილტრები, მოკლედ ყველაფერი ახალია. თორე გველის აღება აღება ადვილი, სტილოს აღებაა ძლიერად. ფინანსებთან არ არის დაკავშირებული და მგონი რომ ცოტა ყველაზე ბოლო პერსპექტივაში ვართ ჩვენ. ჭამია? კი, ამა ჭამა 4 შაბათს. უწევს. წევს როდის შეწევს? უწევს. ხვალ. და ხვალ უწევს. შიერია. შეერი თუ არის რაცა ჯოგელობა რო არ უნდა ფაქტია რა. კი, დათოსგან გველი არ გამოვა. ვეიმარტისგან საჩუქარი გვაქვს. აჰა. სოკარის და ვეიმარტის საჩუქარი. დიდი მადლობა. თქვენ გემრიელობებით, ტკბილობებით, გველს რო შეიყვანთ, მე ამას მე რა გავხსნით. მოამოალაგებთ და მე გველი შეიძლება ჩასვაჭი. გამოიგე. კი, მშვენიერი გადასაყვანი იყო. შეიძლება რომ ეხლა შევიდეთ და ვნახოთ. რა თქმა უნდა. გამოგართეთ დროებით თქვენია, მაგრამ რო ადვილად ეს და თქვენ გველი გამოგვართ. მაშინ იმას იყოს. უყვარს გველები. აქ არის ბევრი სხვადასხვა ეგეთები, იკო, შენ გიჭირავს. თუმცა ეს ყველას დაჭერა არ შეიძლება. ამას ვერ დაიჭერ, მაგალითად გიურზა. კი ბატონო. ეს ვინმეს უჭირავს?
იუზა. შხამიანებთან ესეთ უშუალო შეხებას ვერ იდებით. სპეციალური ჯოხით ხო რა? თუ რაღაც სამედიცინო ჩარევა არ არის საჭირო და ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე, იშვიათად ძალიან. ხა ესე არ გამოყვავს. ის რა არის შემძვრალი? ის არის შხამკბილა, შხამიანი შხამიანი არ არის. მარტო კბილი აქვს შხამი. ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ხვლიკი ხვლიკია? ხვლიკი. სოფლიოში და არა მართლა? საქართველოში არ საქართველოში არ ბინადრობს. ბინადრობს. არა, საერთოდ საქართველოში შხამიანი ხვლიკი არ ყოფს. აი ეს არის წითელი ეს მოფუთხებელი მოფუთხებელი კობრა. კობრა. ესე აწიტეთ. კი, ანუ შხამს ასხამს, ხო? ხო, აი როგორ ხოლმე რომ ყველა კობრა იფურთხება, არა. აი სახეობა, რომელიც იფურთხება. რეგულარულად მოხდეს იმ ამ თვალშიან სადმე რომ იმოქმედოს. საერთოდ ეს თვალი ხო ბზინავს ამათთვის ეს ჭყვიალებს და ინსტინქტურად ესე თვალებში მოდის. ხო, იმიტომ რომ ყველაზე კარგად თვალი შუქს აღიქვამს და ამიტომ გეკეთოთ სათვალე. სადაც ძალიან ესენია. ბევრი თან ხოლმე ორწოვანი გარსია, ადვილად შეიწოვება შხამი და ძალიან არ არის რეკომენდირებული თვალებში ჩახედო სიკრით. ხო, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის რეკომენდირებული. ეს 4 ზოლიანი მცურავი. მცურავები არიან. ვაიმე, ბოყალყები. ეს ის კუ არის ძალიან წარეკბენაროა თუ არა? კი, საკმაოდ წარენაკლები. არის. კი. ამის კოდი რომ ითხრათ. რა გამოყავს? ეს შხამიანებია. კი, ნუ ყველა ობობა შხამიანია. ნიჭო, აი კინოებში რო ეშინიათ ხოლმე. დამანახე რანაირი. და აბა ის რო ყავთ ხოლმე და რო თამაშობენ. ეს ობობი ჭამია თუ რაღაცა. მაგრამ შხამიანი ობობა კიდე ის საშიშროებაც აქვს, რომ მხოლოდ ნაკბენი არ არის. ის ბუსუსებიც კი. ვა, ბიჭო, ეს პითონი ჩვენთან ნამყოფია? კი, ჩვენთან ნამყოფი. თორნიკე დავარქვი მე ესე მახსოვს. ой, აქეთ ვიღაც ცხოველები დარბია. ხო, ესენი სურიკატები არიან. აი, ვაიმე, ეს არის სურიკატი. ბიჭო, რა საყვარლები ეს არის არიან. აღდის სურიკატები. ხო, ის რა საყვარლები არიან. ესენი გველებს ერჩიან, იცი? აი, ნახე, ეს აი, არის ეს არა. ეს იგუანა. იგუანა. სხვათა შორის ეს სურიკატები ხანდახან გონიათ ხოლმე ზღარბი. და ვერ ხვდები. ვის გონია ზღარბი? დამთვალიერებელს. ან შეიძლება სურიკატი არ იცოდები, აი, კიდე სურიკატი. აი. ეს მარტოა ხო? ვაიმე, მარტო. აი, იმიტომ რომ აი, ფაქტი დაუთრევი ამას. შეწყვილების პერიოდი, როდესაც აქვს, ცოტა აზიანებენ ერთმანეთს და ამიტომ ხანდახან სიგიჟები უყვართ ხამე. გავაცავთ დავსაჯეთ, დავტოვეთ მარტო. აი, იქიდან ეგ უღურეთ გამოღვილი იმათ. უი, ხა ეგ შემაგდო ესე. ვა, ძალიან საინტერესოა. იკო, მაგ გველით უნდა იმოძრაო კიდე. მე გველით დავდივართ ხა. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობა თქვენ. უნდა საინტერესო იყო. საინტერესებისთვის. ძალიან საინტერესო და საშიში მოგზაურობა. საინტერესო, იმიტომ რომ აქ უნდა გქონდეთ რაღაცა ექსტრიმი რა. შემოუშვებ, დაკეტავკარებს და იღება ყველა. სათითაოდ იღებ არ იცი რომელი. და გარეთ დგას ვიღაცა ღიმილიანი კალბატორი გასვლა გინდა 70 ლარი. ეს იყო სოკარის რუბრიკა. კი, სოკარი და SmartPower გვახსოვს. გვახსოვს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. აბა მეტი кайკიცი. დამიბრუნეთ. кайკიცი. დამიბრუნეთ. მიდი გოგო მიდი. აი წავით. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. მოძრაობაში დაბუნებია.